არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. დასკვნა. ამრიგად, სხვადასხვა სულიერი საქმეებისა და მოღვაწეობის შესახებ ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, როგორ ნაკლებად უნდა ვენდოთ საკუთარ გონებას, გულს, კეთილ საქმეებს და საერთოდ ყველაფერს, რაც შეიძლება გვეგონოს თავად ჩვენში მოსაწონი. კვლავ უნდა გაგაფრთხილოთ ერთი შესაძლო უკიდურესობის შესახებ. სწორედ მაშინ, როცა ჩვენ ყველა სათნოების, გადახედვისა და გადაფასების შედეგად აღმოვაჩენთ, რომ მისი უდიდესი ნაწილი ან ყველა არის არაწმინდა, შებილწული და ამიტომ ისინი ვერ იქნებიან ღვთისსათნო. როდესაც შეუდგებით საკუთარ თავის მიმართ უნდობლობის გზას, აღმოვაჩენთ ჩვენი სულის უამრავ ფარულს ნეულებას და საბოლოოდ შევიგნებთ, რომ ასეთი ჩვენი მდგომარეობით ყოვლად უვარგისნი ვართ. თავარია მაშინ არ დაგვრიოს ხელი მოწყინებამ და დახსნილობამ. ხელი არ ჩავექნიოთ ჩვენს გულში გაცხადებული უსახური სურათის ჭვრეტისას. სულიერ ბრძოლაში ეს არის ბოროტ ძალთა ცნობილი იარაღი. თუ ვერ შეძლებენ კაცის ხიბში ჩაგდებას, ვერ აღუძრავენ თვითკმაყოფილებასა და აღფრთოვანებას, მაშინ პირიქით მოექცევიან, ჩაითრევენ უიმედობაში, აქცევენ გულცივ, უგრძნობელ და სასტიკ ადამიანად. თითქმის ყოველი გულწრფელი და თავგანწირული ქრისტიანი, რომელიც ეძებს ჭეშმარიტ სიმდაბლეს, აუცილებლად გაივლის უწყლო უდაბნოზე გამომავალ მწუხარების გზის ამ მონაკვეთს. და სწორედ ამ განსაცდელში გამოვლინდება მისი ნამდვილი სიმამაცე, რწმენა, ლოცვითი ძიება, ღვთისა და მისადმის სასოება, ხშირად ჩვენს ბუნებრივ უძლურებებს, სულის ნეულებებს, ტანჯვას, სიმძიმეს, მწუხარებას, ბოროტი სულები უმატებენ, კიდევ უფრო ძლიერ ტანჯვას, ურვას, მწუხარებას, უძლურებას. ასეთი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და აუტანელი ხდება, მაგრამ ამ მწუხარებათა გარეშე ცნობის გზის გავლა შეუძლებელია. წმინდა მამები იმდენად ბევრს საუბრობენ ამ შინაგან მწუხარებითი დიდსულოვნად დათმენაზე, სულისთვის მათ უდიდეს სარგებელზე, ამგვარ მწუხარებათა დათმენის აუცილებლობაზე, რომ აქ გამეორება უკვე ზედმეტია. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე სიტყვას იმის შესახებ, რომ უნდა ვიყოთ შეწყნარებულნი საკუთარი უძლურებათა მიმართ და მეტისმეტი არ მოვთხოვოთ ჩვენს თავს. ნიკოდიმოს მთაწმინდელთან ვკითხულობთ, არა მხოლოდ თაბორზე, არამედ გოლგოთაზეც ხალისით აღყევი უფალს. ანუ არა მარტო მაშინ, როცა შინაგანად გრძნობ ღვთაებრივ ნათელს, სულიერ ნუგეშსა და სიხარულს, არამედ მაშინაც, როცა დემონთა შინაგანი და გარეგანი განსაცდელების გამო სულს სიბნელე მოიცავს. მოეძალება მწუხარება, დარდი, ნაღველი, თუნდაც ამ გულგრილობას ახლდეს ასეთი მწუხარება და აღშფოთება, რომ ვერ ხვდებოდე რა უნდა გააკეთო, ან ვის მიმართო, მაინც ნუ შეგეშინდება, дэг მტკიცე და წესისამებრ. ზოგჯერ, როცა სული იტანჯება ასეთი გულგრილობით და ყოველივე სულიერების მიმართ ასეთი უგრძნობელობით, მას მტერი უფრო ძლიერ ესხმის თავს უკიდურესი გულის სიტყვებით, აღუძრავს სამარცხვინო მოძრაობებს და მოუვლენს მაცდუნებელ სიზმრებს. მისი მიზანია ღვთისაგან მიტოვების გრძნობამ კაცს უიმედობა აღუძრას, ხელი ჩააქნევინოს და რაიმე ვნებითისკენ მიდრიკოს, რათა ამის შემდგომ ცოდვითი ცხოვრების მორევში იოლად ჩაითრიოს. ეს იცოდე და მტკიცე დეგ და ეგ გარს შემოგერთხას შენს გულს ცოდვის ბობოქარი ზვირთები. სანამ გსურს, რომ ცოდვა არ ჩაიდინო და ღმრთის ერთგული დარჩე, შენს ხომალდს ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ბევრ სარგებელს ზენს სულს ასეთი დანაღვლიანება, ეს გულცივობა და სულიერი სიხარულისა და სიტყვების დაშრეტა, როდესაც მათ თავმდაბლად დავითმენთ. როცა ასეთი გულცივი სული შესვამს ამ ნაღვალს და დაიტანჯება ასეთი განსაცდელებისა და გულის სიტყვებისგან, რომელთა მარტო გახსენებაც იწვევს სწოლას, წამლავს გულს და თითქმის კლავს შინაგან კაცს, მაშინ ეს სული სწავლობს, არ ენდოს თავის თავს, არ დაეყრდნოს თავის კეთილ განწყობას და იძენს ჭეშმარიტ სიმდაბლეს, რაც ასე სურს ღმერთს ჩვენგან. თუ მოგიხდა და ჩაიდინე რაიმე მისატევებელი ცოდვა, სიტყვებით ან საქმით, ვთქვათ, შეგაწუხა რაიმე
შემთხვევითობამ განიკითხე, მოისმინე სხვათა განკითხვა, იკამათე, გამოიჩინე მოუთმენლობა, იმოქმედე ფუჭად, დაეჭვდი სხვებში, ან უგულვებელყავი რაიმე, მეტისმეტად არ უნდა შეშფოთდე, ან შეწუხდე და სასო წარიკვეთო, მით უმეტეს, ნუ დაურთავ ამას მწუხარე ფიქრებს, რომ ნამდვილად ვერასდროს დააღწევ თავს ასეთ უძლურებებს, რომ უფლისთვის სამუშაკოდ შენი ნების ძალისხმევა სუსტია, რომ ისე არ მიუყვები უფლის გზას, როგორც ეგების, რადგან სულ მოკლეობისა და წუხილის გამო ათასნაირი საშიშროების მოლოდინით ამძიმებს სულს. ეს ყოველივე კი ხდება იმიტომ, რომ გვავიწყდება ჩვენი ბუნებითი უძლურება და მხედველობიდან გვჭება, როგორი მიმართება უნდა გქონდეს ღმერთთან სულს. ანუ ის, რომ როცა სული მისატევებელ და არასასიკვდინე ცოდვას ჩაიდენს, მან თავდაბლად სინანულითა და სასოებით უნდა მიმართოს ღმერთს და არ დაიტანჯოს ამაზე ზედმეტად წუხილით, დარდით და ნაღვლიანებით. ვინც არ ენდობა თავის თავს და სასოებს ღმერთს, მას თავისი დაცემა მაინც და მაინც არ უკვირს და უზომო მწუხარებით არ იდგრუნება, რადგან იცის, რომ ეს, რა თქმა უნდა, დაემართა უძლურებით, უფრო კი ღვთისადმი მისი სასოების სისუსტის გამო, ამიტომ დაცემის შედეგად იგი უფრო აძლიერებს საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას, ცდილობს გააორკეცოს და გააღრმავოს ღვთისადმი თავდაბლური სასოებით და მშვიდად წყნარად შრომობს სინანულისთვის. რაც მეტად პირქუშია და უიმედო დაცემულთა მწუხარება, იგი მით უფრო ამხელს მათ, რომ ჰქონდეთ ძალიან დიდი იმედი საკუთარი თავისა და ძალზე მცირე სასოება ღვთისა. ამიტომაც დაცემით გამოწვეულ მწუხარებაში ისინი ვერანაირ ნუგეშს ვერ პოულობენ. მღვდელმთავარი ეგნატე ამბობს, ასეთ ყოველდღიურ და ყოველსაათობრივ დაცემებზე უზომოდ ნუ დამწუხდები, რადგან ეს მანქანებაა მტრისა, რომელსაც სურს მეტისმეტი წუხილით მოადუნოს სული. ასეთ შეწოდებებზე სერაფიმე საროველი ამბობს, თავს მსჯავრი კი არ უნდა გამოუტანოთ, როცა წავიბორძიკებთ, არამედ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველგვარი ცოდვის ჩადენაც შეგვიძლია ვიკადროთ, რომ ჩვენი ეს შეწოდება არ არის ახალი და უჩვეულო და ღვთის წინაშე შემოსრული სინანულის აზრებით, ახსილი სულით ვიდოდეთ და ამას ღმერთი არ შეურაცხყოფს. ანუ შემოსრულ და დამდავლებულ გულს შეწოდებაზე მაღლა დააყენებს. არა მხოლოდ სხეულის მიმართ, არამედ სულის მიმართაც არ ხდება ყველაფერი ისე, როგორც გსურს. ეს დიდწილად ვითარებითაა განპირობებული. ამიტომ შეძლებისამებრ უკუაგდოთ ჩვენზე დამოკიდებული მოდუნების მიზეზები, დავრჩეთ მშვიდნი და ჩვენივე უძლურებებით ღვთის გულმოწყალების სიღრმეში დავინთქათ. ჩვენი სათნოებები უეჭველად არიან აღრეულნი ჩვენივე უძლურებებით გაჩენილ უწმინდურობასთან, საკუთარ სულს ან გულს, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეც, რისი მოცემაც ძალუց. იყავით შემწყნარებელი თქვენი სულისა და მის უძლურებათა მიმართ, მეტისმეტის სიმკაცრე განგაშორებთ სინანულისგან, მოგღვრით მოწყინებასა და სასოწარკვეთილებას. სანამ გზაში ვართ და ჯერ არ შევსულვართ უცვალებელი მარადისობის ნავსაყუდელში გვმართებს, ველოდოთ ცვლილებებს, გადატრიალებებს, ჩვეულებრივ და მოულოდნელ მწუხარებებს საკუთარ თავში, ჩვენს გარემოებებში. ერთმა ღირსმა მამამ თქვა, დიდება ღმერთს ყველაფრისთვის, უპირველესად ჩვენი უძლურებისთვის, რადგან უმჯობესია იყო ცოდვილი და თავს ასეთად ხედავდე, ვიდრე გარეგანი საქმეებით იყო მართალი და თავსაც მართლად მიიჩნევდე. დასასრული. არქიმანდრიტი ლაზარე, სულის ფარული ზნეულებანი.